როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ, უყვარხარ თუ არა. თუ უყვარხარ რატომ და თუ არ უყვარხარ, ესეც რატომ ვიკითხოთ ყველაფერი. ყველას უღიმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და თქვენთვის რთული არ არის. მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და გისურვებ ყველას დამდეგ ბედნიერ შობა ახალ წელს. ნახოთ უყვარხარ თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას თუ უყვარხარ და რატომ უყვარხარ თუ არა და რატომ არ უყვარხარ. ნახოთ თუ თქვენ ინტუიციურად ხვდებით რომ თქვენზე აკაშლა გაგრძელეთ ყურება. უყვარხარ თუ არა. უყვარხარ, მოდი ვთქვათ, ემოციები აქვს. უყვარს უფრო თქვენი სიყვარული, თქვენი ემოცია. რატომ? მოდი ვნახოთ. მერთო ჩემო. როგორი მწველია ეს ყველაფერი, აქ არის მიჯაჭვულობა, აქ არის ვნება. რატომ და ჯერ ძალიან ვნება აქ, თქვა რომ განსაკუთრებით თქვენთან ის ინტიმური თემები მოწონს და ეს არის მისთვის პირველი რაც მთავარია, სიყვარული, თუ ამ თემაში და ამ საკითხში კარგად არის თქვენთან, ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ აქ მაინც ისეთი გრძნობა მრჩება, რომ კი, შენ მისი სულ ერთი არ ახარ, შენს მომენტ გრძნობა აქვს, მე გეტყვი, რომ ამ ადამიანს თუ ვინმე არ უყვარს, გრძნობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ინტიმი მასთან ვერ ექნება, შესაბამისად, უფრო თქვენი ემოცია უყვარს, თქვენი სიყვარული უყვარს. თქვენ უფრო მოლოდინის რეჟიმში ხართ რაღაცნაირად ამ ადამიანთან. მას ძალიან კარგად აქვს ეს ყველაფერი გაცნობიერებული და რა თქმა უნდა საოცრად სიამოვნებს. მე აქ ვიტყოდი რომ არის მძაფრი ვნება, ორმხრივი. მთლად სიყვარულიც არ არის, როგორც ვაკვირდებით, იმიტომ რომ ეშმაკი აქვს. და ნახე ხარ, არ უყვარხარ, აი ზუსტად ვთქვი მე ის მომენტი, რომ ნახე მაინც როგორც ასეთი სიყვარული რა არის, ხო, როცა შენ მას სისტემატიურად არ ელოდები. შეიძლება ელოდებოდე გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ როდესაც ადამიანი გალოდინებს, ეს უკვე სხვა საკითხია რა. ურთიერთგამომრიცხავია, ხო? ამიტომ მე მაინც ვიტყოდი, რომ გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, მოწონს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ თქვენ მეტად ემოციურად ხართ გულწრფელი, ელოდები, გინდა და ამ ადამიანმა კიდე განმეორდები, რომ იცის ეს ყველაფერი და ძალიან სიამოვნებს. მაგრამ აქ მაინდა-მაინც ეს სიყვარული არ არის, თუმცა არც ისე ცუდად არის საქმე, მაგრამ ცუდად იმ კუთხით არის, მოდი განვიხილოთ ახლა ჩვენ რატო ხართ თქვენ აქ ასე მოლოდინის რეჟიმში, რომ თქვენ ჩავიკრათ ამ ადამიანმა, იმიტომ რომ და დავსვა აქ შეკითხვა, რამდენად რეგულარული არის ესე ინტიმი და რამდენად მძაფრად და სისტემატიურად სურს ეს თქვენთან. იმიტომ რომ ესეც რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ ხო ვინც ერკვევით კარტებში იტყვით, რომ არა, ყველაფერი იდეალურად არის, არ არის აქ იდეალურად. ყველაფერი თუ დეტალებში გაერკვევით. ასე ზედაპირულად არ უნდა იმსჯელოთ. რამდენ სისტემატიურად სურს თქვენთან ეს საქმე ადამიანს, სისტემატიურად არ სურს, საქმეც ამაშია და შესაძლოა ახლაც ისეთი თემა იყოს, რომ მოკლედ კონტაქტზე შეიძლება არ გამოდიოდეს ადამიანი გარკვეული პრობლემიდან გამომდინარე, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი არის სტაბილურად. ყველაფერი არის სტაბილურად. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ. სიყვარულთან მინდა ახლოს კითხვა რომ დავსვა, რა კითხვა უნდა დავსვა ფაქტიურად, რაც მაინტერესებდა ის ასე თუ ისე მოკლედ და კონკრეტულად გავიგეთ, ხო? ესეთი გზნობა მრჩება, რომ ადამიანმა ზუსტად იცის თქვენთან რა ფორმატში უნდა ურთიერთობა. მაგალითად, ვინმე არის რომ უყვარს, ცოლი არის ცოლი, საყვარელი არის საყვარელი და ასე შემდეგ, ხო? მაგალითად, ამასთან შეიძლება ინტიმი, ამასთან შეიძლება მხოლოდ სერიოზული და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს თქვენთან კონკრეტულად აი ვნება ასე გადაჭრით რომ ეს ვნება კონკრეტულად კი ნახეთ უზიკ ერთხელ ამას ადასტურებს ან ნახე თუ თქვენ გონიათ რომ მაგალითად თუ მას ამ საკითხს ყველაფერი კარგად აქვს თქვენთან ეს არის გარანტია და თქვენს იქით გზა არ იქნება ამაში მინდა გითხრათ რომ ცდებით რადგანაც ვნებაზე და აი
ინტერესებზე არ იწყობა ურთიერთობა. სიღრმისეული რა თქმა უნდა, მე ყველას ემატება ამბიცია, მოთხოვნა და ამიტომ აქედან მეც მოითხოვ რაფერს. ადამიანი მეტის მომცემი არ არის ურთიერთობაში. მოდი ვნახოთ ამ ეტაპზე თუ მეც ამ ეტაპზე თუ მე ეს ყველაფერი ძალიან გაურკვეველია. მე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ აქ ისეთი მომენტი არის, რომ თლიანობაში ადამიანი იმდენად არ იცლება, რამდენად თქვენ იცლებით ამ ურთიერთობაში და თქვენთვის არის გაკვეთილი ეს ურთიერთობა და მოკლედ რაც უფრო მეტად შეცდომებს დავუშვებ ურთიერთობაში, მით უფრო მეტად ბრძენი ხდები მე და მე. ამისთვის უნდა იყო მაინც ვიტყოდი ქალური ენერგიებში. ანუ ქალური ენერგია რა არის? მაგალითად, როცა იცი, რომ ამ ადამიანს სურხარ, ვნების კუთხით ეს არ უნდა ხდებოდეს ზუსტად იმ დროს, როცა მას სურს. იმიტომ რომ ბევრმა უარი უნდა თქვას ამ საკითხზე აუცილებლად. ან არც თუ ისე სიხშირით, რადგანაც აქ ზუსტად ეს მიიყვანს ამ ადამიანს, რომ ემოციურად მიგეჯაჭვოს და არა ფიზიკურად. ამიტომ გოგონებო, დეფიციტში უნდა იყო ყველანაირად. მერე ყველაფერი შეიძლება იქიდან გამომდინარე თუ როგორ პოზიციას იკავებ შენ, ანუ შენ უნდა იყო მისთვის როგორი იცი, ძალიან სასურველი იმ კუთხით, რომ აი აქ ვარ თითქოს, მაგრამ ვერ მომწვდებ ისეთნაირად. გაურკვევლად უნდა იქცეოდე, მაინც თითქოს არ ხარ წინააღმდეგი, მაგრამ რაღაცა ისე ვერ არის, როგორც ადრე გასდიოდა ამ ადამიანს. მეტი ქალური ენერგიები, მეტი. თუ თქვენ რამე გაქვთ გადაწყვეტილი ამ პიროვნებასთან, მაგალითად, ახსნა განმარტებით გასვლა ურთიერთობიდან, ან მე მაგალითად შენ ყველაფერს დაგიღეჭავ, არ ღირს ეს ყველაფერი საერთოდ. თქვენგან არანაირი არც უარყოფითი, არც დადებითი ნაბიჯები არ ღირს ამ პიროვნებასთან საერთოდ. არის შანსი, რომ შეუყვარდე ისე როგორც შენ გინდა? კი. რა თქმა უნდა, იმ შანსიც არის, რომ არჩევანს წინაშე დადგებით და ორ არაჩვეულებრივ მამაკაცებს შეიძლება გაკეთდეს კიდეც არჩევანი, მართლა. საერთოდ ასეა, რაც უფრო მეტად იცი რა გინდა, ვინ გინდა და როგორ გინდა, რიგი თქვენს კარებთან ძალიან გრძელი დადგება, ამიტომ გოგონებო, ჯობია რომ როცა არ გამოდის ახლა და ამ მომენტში, რაღაც მარტოობა გადააგორო და შემდეგ როცა ჩამოყალიბდები და ესე ვთქვათ, შენსავს დააფასებ, მართლა შეგიყვარებს ადამიანი ისე როგორც შენ გინდა და მართლა გამოიჩინენ სერიოზულ ინტერესს. ამიტომ შანსი რა თქმა უნდა დიდია. ეს შანსებიდან გამომდინარე ხდება, რაც უფრო რთული ხარ, რაც უფრო დეფიციტში ხარ და რაც უფრო ქალურ ენერგიებში ხარ, უფრო შენია რა თქმა უნდა შანსები და ამასაც ეს სურს. რომ წინააღმდეგი არ არის. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.